ყველას მოგესალმებით. გისურვებთ რა თქმა უნდა ნაყოფიერ კეთილ დღეს და ასევე რაც კი კეთილი ჩანაფიქრები გაქვთ ყველაფერი რომ აღსრულებოდეთ. ესე იგი რამოდენიმე კვირა არ დამედია ვიდეო YouTube-ზე, ნახდად ვერ ვიცლიდი და თან კიდე გადავხედე ვიდეოებს საქართველოში მომხდარ თქვათ სიტუაციებს, თქვათ ყველაფრის დაკომენტარება აქ არ შემიძლია ნახდად. ვიტყვი რამოდენიმეს, რომელმაც მაგალითად განსაკუთრებულად მიიპყრო ჩემი ყურადღება. პირველი იყო ესეთი სიუჟეტი, გუშინ ნახე, სადაც ადამიანმა მამაშვილი მოკლა. ღმერთმა აცხონოს ის გარდაცვლილი ადამიანები და თან კიდე მაგათ ოჯახს ნახდად მომპობ რა, უფალი და კეთილი ადამიანები შეეციონ რა, იმიტომ რომ იმ ოჯახში პატარა ბავშვები დარჩა და ასე შემდეგ რა და ეხლა უყურეთ რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და გამაღიზიანა კიდევაც კაცო რა თქმა უნდა. ზოგადად ფაქტი თვითონ რაც მოხდა და მეორე ის რომ აი კომენტარებს გადავხედე და იქ იყო რამოდენიმე ადამიანი რომელმაც კომენტარი იკადრა და დაწერა რომ აი თქვენო რა იცითო რა მოხდაო რატო ლანძღავთო და რის გამო მოკლავო მაგ ადამიანი ანუ თითქოს უბიძგა რა მამაშვილმა რომ მოკკალიო რა რაღაც ისეთი სიტუაცია შეჩააგდეს ეს ადამიანი და ეხლა დამაინტერესა უბრალოდ რომ აი ეს ადამიანი პროცესზე თქვათ როგორ იჯდებოდა რა იმიტომ რომ არის რაღაცა რეაქციები რომელიც აჩვენებს უბრალოდ ადამიანს შიგნიდან რა ხდება რა ეხლა იქ მაგალითად სიუჟეტში რამოდენიმე წამი გამოჩნდა ეს კაცი ხო და იკრიჭება რა აქეთ-იქით აი ეს სახეს ატრიალებს ხო და იკრიჭება და იქ არავინ არ აღმოჩნდა ისეთი ან ადვოკატი ან მოსამართლე მაგალითად ვინც იქიჟდა თქვათ ხო მე მაგალითად მოსამართლე რო ყოფილიყო პირდაპირ ვეთქოდი რომ რას იკრიჭები რო იკრიჭები ხო აბა რა იკრიჭები და რაღაცა ესე და თან კიდევ ვეთქოდი ნუ რატო ჭყანავ შენ სახეს რა აი ესეთ რაღაცასაც ვეთქოდი მაგალითად მაგრამ ეხა უყურეთ რა ხდება ეს კაცი იკრიჭება იქ დღას ზის თუ რაღაცა მომენტი არის ეგეთი და თითქოს აჩვენებს რომ სროლელი ბიჭი არის რა იარაღი და რამე და ასე შემდეგ და სინამდვილეში ეს კაცი ფარავს თავის შეშინებული არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ მან არ იცის რას მიუზჟიან და ასე შემდეგ მე არ ამგონია რომ ნორმალურ ადამიანს ციხეში წასვლა უხაროდეს მაგრამ ეს ამან თავისი ნერვები გადაფარა უბრალოდ ნერვული და შეშინებული მდგომარეობა რომ ვითომ გაიცინა რომ მაგარი ტიპი არის რა ეხლა ამ ადამიანის იმას და ხასიათებზე რო არ გადავიდეთ და ასე შემდეგ ისე მომბობ უბრალოდ რომ კომენტარებში აი გამაკვირვა რომ არის ადამიანები ვინც ხარს უჭერს მაგალითად რა ანუ რომ მოკლა ეგ ადამიანი ანუ უფლებას აძლევს დაშვებას აკეთებენ იმის რომ შენ შეგიძლია რომ მეორე ადამიანი მოკლა ხო და მე ვფიქრობ ამ კომენტარის დამწერი ადამიანი თავის ნათესავზე ან თავის შულზე რო დაფიქრდეს რომ აი ვიღაცა მოვიდეს და ესე მოკლას მე მგონი ცოტა უფრო სხვანაირად იფიქრებდა რა ეს კიდე ერთი კატასტროფა არის მეორე კატასტროფა არის მაგალითად დაყოფილი ხალხი პოლიტიკური შეხედულებით ნაცები, ქოცები, იქ ნეიტრალურ ადამიანებს იმათაც აგინებენ ერთმანეთს აგინებენ აი ესეთი ისა და რა თქმა უნდა ამას ხელს უწყობს პროპაგანდისტული ტელევიზიები ორივე მხრიდან, თავრობის მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც. ამას მნიშვნელობა არ აქვს. რავი 40 წელი არის რაღაცა ერი ვერ გაერთიანდა იდეაში რა. რო აი რაღაცა, აი მაგალითად მარტო იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველოს მარტო ქართველებისთვის, არა. აი უბრალოდ ხელი რო შეუწყოს ერთმანეთს, თქვა ერმა, რაღაცა აი მიმართულება მისცეს. აღარ გვინდა ბატონო ამ იმის დასავლეთ საქართველოს მიწის გაფუჭება ამ სიმინდის თესვით მაგალითად. რაღაცა გამოვიყვანოთ რა, აი რაღაცა ვიღაცა მაგალითად აი შეცვალა რაღაცა აი მაგალითად სხვადასხვა ვაშლის ჯიშები გამოიყვანა ბატონო, მსხალი გამოიყვანა, რაღაცა აი გააკეთა ხალხმა, ანუ არის ქვეყნები, რომელშიც მაგალითად მე-17 და მე-16 საუკუნეში მცხოვრები ადამიანები დაფიქრდნენ, რომ ჩვენ რომ მოვკვდებით, ჩვენ მაშულებმაც ხომ უნდა გააგრძელონო და ამიტომ რაღაცა გააკეთეს, რომ ანუ შემდეგი მომავალში რაღაცა რო გაკეთებულიყო და ჩვენ აი ამ მეორე კატეგორიაში ხო? აი მეფის ასეთი ის იყო, დაყოფილი საქართველო, იმას აგინა, ამას აგინა და სულ ერთი და იგივე არის რა. მე რასაც უყურებ, სულ ერთი და იგივე დაპირისპირებები ხდება. ეს ისეთია, ეს ასეთია, მოდი ახლა ეს ავირჩიოთ, მოდი ის ავირჩიოთ და აი ეს თვითონ პროპაგანდისტული თემები ზუსტად იმიტომ იქნება, რომ ადამიანმა თავისი ცენტრი დაკარგოს
და გადართული იყოს აი რაღაცა რომელიღაცა პარტიაზე და თან კიდე ყველაზე ადვილი ის არის რომ რაღაცა თუ ცუდი ხდება ეს იმათი ბრალი არის ანუ შენ მიუხედავად იმისა რომ 24 საათის სახში აგდიხარ ან ბირჟაზე და იქ იმას მზესუმზირას მიირთმე და თან კიდე ანაგვიანებ ტერიტორიას ნაკლებად გონია ეხა რომ ვიღაცა იმით პაკეტით ხელში იყოს და იყრიდეს იმას რომ მე ნაგვის ბუნკერთან მიიტანოს რა არ მგონია ეს სიგარეტსაც ბატონო ქუჩაში და გადააგდო მე იქვე მოიხადა თავისი ვალი აი ესე მაინტერესებს უბრალოდ აი ეს ხალხი რომელიც აი ესე ყრიხართ და ერთმანეთის გინებაში ატარებთ დღე და ღამეს რა რას აკეთებთ თქვენ საქართველოსთვის კაი ერთი მხარე გავიგეთ ბატონო რომ ისინი არ ვარგოდნენ და რაღაცა ეს შენ თვითონ რას აკეთებ ის ადამიანი რომელიც აი პირდაპირ ვამბობ რა აგდიხარ 24 საათი იმისთვის რომ ლანძღო და შენი კომპლექსები მალო რაღაც დაფარული გვერდიდან და YouTube-ზე ლანძღო ისა რა ქვია იმას ვიღაცა შენი მოპირდაპირე თუ მიუხედავად იმისა რომ იმას შეიძლება შენზე უფრო ძლიერი არგუმენტის კონდეს ხო ეს კიდე სხვა კატასტროფა არის რა სამწუხარო და მესამე მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი რომელიც ჩემთვის არის ეს არის სასულიერო პირების ჯგუფი რომელიც მაგალითად რასაც ქვია პირდაპირ მნიშვნელობით ხალხს აშტერებს თვალში ნაცარს აყრის პირდაპირ რომ ღვთის სახელით და აი რომელიღაცა უცნობი თქვათ მათთვის უცნობი წმინდანის სახელის დასახელების შემდეგ უფრო მის ავტორიტეტს წევს და მის სიტყვას უნდა ვენდოთ რა თქმა უნდა რომ აი ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს მიუხედავად იმისა სახარება არ იცის არის ხალხი რომელიც 20 10 5 წელი დადის ეკლესიაში და სახარების საერთოდ მოდებაში არ არიან ანუ ვიზეა შეიძლება იცოდნენ მაგრამ იქ შიგნით რა წერია ბატონო რატო რა მიმართულებებს გაძლევს რა მითითებებს გაძლევს ეს არაფერი გვდელი არ აუხსნეს ამას იმიტომ რომ გვდელს არ უნდა განათლებული მრევლი იმიტომ რომ განათლებული მრევლი მას პრობლემებს შეუქმნის კითხვებს დაუსმევს და ვერ დააბოლებს რა რასაც ქვია და რატომ მივედი ახლა ამ აზრზე არის სასულიერო პირების დაჯგუფება რომელიც მიყვება პირდაპირ ექსტრემალურ ქრისტიანობას ანუ რაღაცა ბრძოლა რა ქვია ანუ ტრის ხატის შექმნა რომ აი ეს ტერი უკვე მოდის და უკვე ჩვენს შთანთქმას ცდილობს და რაღაცა და არის კიდე ისეთი რომელიც მაგალითად კვლელობისკენ უბიძგებს საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი მარტო არ ვამბობ იმას რომ ეს თქვათ მარტო ამ პროპაგანდიდან გამომდინარე მაგალითად რუსეთის ეკლესიაში ძალიან პოპულარული არის ეს ექსტრემალური მიმდინარეობები ნაცისტური სხვათა შორის აი პირდაპირ ნაციონალური აი რუსეთი და ებრაელები არიან ყველაფერში დამნაშავე და სხვა ერები და ესა რუს ცუდი არ უკეთებია ვინც შემოვიდა მოკლედ ამ ტერიტორიაზე იმან გააკეთა და ერთ-ერთი ამათი თვალსაჩინო სასულიერო პირი არის დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი რომლის ხადაგებები ინტერნეტში არის სავსე ბატონო სადაც ხადაგებს მაგალითად რომ აი ქალი უნდა დაიმორჩილო მუხზე უნდა გადაიმტრიო ქალი მე მგონია ესე რომ ეს შეიძლება ვიღაცა ქალმა გააბრაზა არ მისცა უბრალოდ რა უფლება რაღაცა რომ ემართა და ასე შემდეგ და ხო აი ესეთი აგრესიული იმებით გამოდის მაგალითად უკრაინელები უნდა ამოწყდნენ მაგალითად რომ აი ანუ ღირსები არიან ამ იმის და ის რომ გრადი რო დადგება დიდება უფალსო უნდა თქვა დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და გაუშვა ეგრევე ისო რაკეტებიო და მერეო ეს ყველაფერი სროლები რო დამთავრდებაო დიდება უფალსო უნდა დააყოლო და აი რუსულად ამოზე სლავა тебе господи надо сказать აი ეს უნდა თქვა და ამით დაასრულო ეს სროლის ისო რომ მადლობა ღმერთსო რომ მიზანში მოხვდაო შემდეგი ქადაგება აქვს ესეთი მაგალითად შვილი რომელიც არ გიჯერებს ბიბლიური წესითო ძველ აღთქმაში აბრუნებს ხალხს ის იმიტომ რომ უფრო გაუგებარი იქნება ხალხისთვის იმიტომ რომ იქ არის რაღაცები დაწერილი ისეთი რომელიც შეიძლება ვერ გაიგოს ადამიანმა და თან კიდე არც მოძებნის ეხა მაგალითად ვერც დაიმახსოვროს თქვა ეკლესიას და ეზეკიელი თქვა ვერ იმას იზავს რა ეხა ადამიანი იქ ეკლესიაში მოდის გაბრუებული ჯერ სამსახურისგან მერე არყისგან და მერე თან კიდე აგერ ანდრეის თავში უკაკუნებს ჩახუჩს აი ესეთ რაღაცას ამბობს რომ შვილი თუ არ გიჯერებსო ხო ქალაქის გარეთ უნდა გაიყვანო და ქვით უნდა ჩაქოლო რა ანუ ესო მე არ ვდებ სპეციალურად ამ ვიდეოს არ მინდა ამ კაცის რეკლამირება გამომივიდეს ინტერნეტში შედი და ნახეთ აი რას ამბობს ნებისმიერი ქადაგება აი თვალდახუჭული შეიძლება დააჭირო აი უბრალოდ და ნებისმიერი მისი ქადაგება ეს არის აგრესიის და ბოღმის გადმონთხევა ეს არის ბოროტის სული კაცი არის ამანტყოფი რომელიც მაგალითად
ემხრობა, კაგებეშნიკი არის 100% დარწმუნებული ვარ, ეს კაცი არის დაბერბორყებული და გაფორმებული, ჯერ უკრაინელი არის და მე გაწავიდა რუსეთში, ლვოვიდან. ქალაქი ლვოვია ესეთი და წავიდა რუსეთში მე და იქ რაღაც აღზევდა პირდაპირ. იმას არ ვამბობ, რომ ნიჭიერი კაცი არ არის, მაგრამ უბრალოდ აი თავისი ეს რაღაც ექსტრემალური მით, თავისი განათლება და რაღაც გამოცდილებები გაუშვა იქითკენ, რა, აგრესიისკენ. ეხლა უყურეთ რა ხდება. ეს შვილის ჩაქოლვას ხო ამბობს და მე დავაკვირდი, რომ ამ კაცის ქადაგებებს ბატონო აზიარებს სასულიერო პირები, ქართველები და ესე იგი ამ კაცის ნახადაგები, რაც არის ნალაპარაკები, უпростоრედ, გადმოთარგმნელში ვთავაზობს რამოდენიმე სასულიერო პირი. მაგალითად, მე აქ დავდებ ახლა ვიდეოს, სადაც მამა ბასილ ახვლედიანი არის, მე მგონი ეს კაცი რა. არ ამგონია, რომ იმდენად უფროსი იყოს, რომ თქვა ტვინი არ უჭრიდეს, მაგრამ იძახის ესეთ რაღაცას, რომ მშობელიო, რომელიც ევედრებაო ბატონო შვილის გამოჯამრთელებასო, ესო ცოდვაო და ესეთ რაღაცას ამბობს, რომ ჯობიაო, რომ კაცო ისო გარდაიცვალოსო, აი ამ სნეულები და ტანჯვით გავიდესო და სასუფეველში მოხდესო, ვიდრეო, ესე იგი ვიდრე გამოჯამრთელდეს და მე სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდეს და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, მამა ბასილი, ერთი 10 წლის მერე, იმიტომ რომ ადამიანი ეხა ასეთ ასაკში რომ აი ესეთ რაღაცებს იძახის, ტვინის გამომრეცხ და დეგრადაციისკენ წამყვანს. მე ვფიქრობ 10 წლის მერე ეს კაცი პირდაპირ იქადაგებს და მოუწოდებს კიდევაც თავის ხრევს, რომ მოდი ბავშვები პირდაპირ აკვანში ჩავხოცოთ რა. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით ის როგორი გაიზრდება. ჩვენა ვარ, ჩვენ მაინც მოვკვდებით. ანუ ფუძე აღარ გვექნება და გარდავიცვლებით, იმიტომ რომ მამა ბასილი ხო უნდა გავახაროთ. ამიტომ მოდი აკვანშივე ჩავხოცოთ ბავშვები. მაგალითად, რომელიმე დღესასწაულზე, აი თქვათ რაჟდენ ნაზიანზელის დღესასწაულზე, რომელიმე საბავშვო ბაღში მივიდეთ და რაღაც აი ესეთ რაღაცას იტყვის, მე ესე ავაფეთქოთ ან რაღაცა ესეთ რაღაცას იტყვის, მე ესე მგონია და ეს ღმერთს ეამება. რატომ? იმიტომ რომ უცოდველი ამდენი სხეული წავა ზეცაში რა. აი ესეთი ქადაგება მოხდება ჩვენს საქართველოს ეკლესიაში, ამაში მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტვინ გამორეცხილი სასულიერო პირი არის, რომელიც ამ ექსტრემალიზმს მისდევს და კიდე ერთ რაღაცას გეტყვით. ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან პატრიოტიზმით, გამოირჩევიან რაღაცა აი მებრძოლი ქრისტიანები და აი თითქოს დაგანახონ პირდაპირ რომ აი ვაშკაცობა შეუძლიათ და იბრძოლებენ ესენი ქრისტესთვის. დამიჯერეთ ხალხო, რომ ზოგისგან ისიც კი მომისმენია, სისხლი უნდა დაიღვაროსო ეხა, იმიტომ რომ სისხლით უნდა მოხდესო გაწმენდაო. იქ საქართველოში ამბობს რა, შიდა სიტყვაში, იმიტომ რომ სისხლი თუ არ დაიღვარაო, აბა ისეო როგორ უნდა გაიწმინდოსო ქვეყანაო რა. მაგრამ თვითონ ხო იცი სისხლი როგორ იღვრება, მაგრამ თვითონ არ წავა, რატო იცი? აბუბოქრებული მრევლის მართვა უფრო ადვილი არის რა, ბრბო. აი ბეკეკა საზოგადოება რომ აი ბე და დაუშვი პირდაპირ, გამიგე? აი მომატყუე, რომ ქრისტეს ეს უნდა ზუსტად. ქრისტე ელოდება ამას, სისხლით გაწმენდას. და უყურეთ რა არის, რას გეტყვით, უმეტესობა ესენი არიან ჩმორები. უმეტესობა. აი ჩმორი, როგორი იცი? აი მარტო როუბანში, საქართველოში არ ვამბობ. მე უცხოეთში ვამბობ. აი კრიმინალური უბნები რო ავიღოთ რა, რაღაც გეტოებად რო ითვლება რა, გინდ უკრაინაში, გინდ რუსეთში. აი პირველივე მოსახვეში გაბრწყნიან. და მისი პატრიოტობა და ისინი დამთავრდება. ამიგეთ? იქ ეხლა ჯგუფი რო არის 20 კაცი რო დაჯგუფდება, ხო ისინი ერთმანეთს შეაგულიანებენ და არ გამოჩნდება რომ ვიღაცას ეშინია, გამიგეთ? მაგრამ აბა მარტო გაიარე, აბა მარტო მიდი მაგიდიამდე და მარტო გააკეთე ყველაფერი. ხო იცი არა რაც არის გასაკეთებელი რა. რატო ეფარები ხალხს ფარად? მაგრამ ეგ არის ხო აი ზუსტად ეკლესიამ სამწუხაროდ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და ეს დაპროგრამებული ხალხი ყავთ როგორც ფარად ბატონო და აი ვიღაცა გამოვა და აი რაღაცას მამაო ესეთ რაღაცას იტყვის რომ აი მაგალითად ბავშვი უნდა უკეთესია მოკვდესო ვიდრე თქვათ ცოდვილი მდგომარეობიდან თქვათ ეს რაღაც ცოდვა ჩაიდინოს და რაღაცა ასე შემდეგ და ანუ მამა ბასილი იმდენად ბრძენი არის ანუ ქრისტეზე ბრძენი არის რა რომ ბავშვები და ანუ ბავშვობაშივე რომ მოკვდე უფრო კარგი არის და აბა თავის შვილზე რო ვკითხოთ ერთი შენ რას აკეთებ ბიზიკო ერთი
შენი შვილი რამდენი წლის არის და რაღაცა რა და მოდი აბა შენ შვილზე დავაყენოთ იგივე საკითხი როგორც შენ სხვის თქვათ ცნეულებაში მყოფ ამანტყობ ბავშვს უდგები თქვათ ხო მან ცოტაში მე ვფიქრობ შეიცვლება სიტუაცია და მან და არ იქნება ისეთი თქვათ გულღია და ალალი ჩვენი ბასილი რა იქ იტყვის მე რომ ეს ახლა რო ცხოვრობენ ღვთისნება არისო კაცო და всё მორჩა რა ეგრე არის რა ჩემო მეგობრებო არ მოტყუდეთ რა გეხვეწებით არ მოტყუდეთ და დაიმახსოვრეთ ესეთი რაღაცა რომ განათლებული მრევლი განათლებული აი თუ გინდა ეკლესია არ იყოს სამსახურშიც გეუნებით რა პროფესიონალები არ უნდათ სამსახურში ძალიან იშვიათად რომ ვინმე პროფესიონალი მიიღოს არ უნდათ რატო ისი პრობლემები იქნება არ უნდათ ისეთი ადამიანი რომელიც უკადრებელს არ იკადრებს არ გაიყიდება გამიგეთ არ გაიყიდება და აი ეს არ აწყობთ რატო ისი იქ ვიღაცას ბნელი რაღაცეები ზედა მხარეში ვინც არიან იმას არ უნდა რომ ადამიანი ყავდეს ისეთი რომელიც მაგალითად მას სინდის გაუღვიძებს ბატონო და პრობლემას შეუქმნის რა და ამიტომ რო არ დავბოლდეთ არ გამოვშტერდეთ და აი ესეთი რაღაცა სისულელეებისგან თავი ანუ არ დავიმძიმოთ აი ესეთი ბასილი და ეგეთი სასულიერო პირები რომელიც ექსტრემალურ ქრისტიანობას ხადაგებენ ჩვენს ირგვლივ ბატონო ტერიტორიებიც დასაბრუნებელი არის და სხვათა შორის არიან თქვათ ისეთი ბოროტის მოქმედი ადამიანები რომელსაც მაგალითად ძალიან დიდი წონიანი უნდა იყო რომ ხელი ახლოდა აი მიუთითეთ მაგეთკენ რომ თვითონ წავიდნენ ანუ ქრისტემ ჯვარს ეცვა ჩვენთვის ჩვენ კი არ გვაცვა ჯვარს ქრისტე ეცვა თვითონ ჯვარს ჩვენს გამო და ესენი რასაკეთებენ ახლა თავი გაწირეთ ოღონდ ჩვენს გამო რა ანუ თქვენ გიკეთებენ მიმართულებას რომ მიდი და თავი გაწირეთ რა და თვითონ რა თქმა უნდა ახლა ლინკოლ ნავიგატორი ყავს ჯიპი ბატონო მამა ბასილს და ახლა იმას უპატრონო დატოვება კი არ უნდა ძმაო უნდა იკატაოს რა იმას არ ვამბობ რომ ეგ შეუძლებელი კაცი იყო მაგას შესაძლებლობა გლობაშიც გლობამდეც ქონდა მაგრამ ლინკოლ ნავიგატორი მაინც ყვირის მაგრამ ნუ იკატაოს ახლა რა მაგას გლობა იმაზე რა ქვია მოტოციკლებზე კატაობა გონია მაგრამ იკატაოს თუ უნდა არანაირი პრობლემა არ არის მაგრამ მე ვამბობ ისე უბრალოდ რა გეხვეწებით არ გამოიშტეროთ თავი რა აი ამ რაღაცა სისულელეებით რა და ღვდელი რომელიც გესაუბრებათ იმის მაგივრად სახარება წაიკითხოს გაიგოს რაღაცა და თქვენს განგიმარტოთ ან კიდე თქვენ თვითონ წაიკითხეთ კაცო რა გინდა იმან რო გიკითხოს და იმან გინმარტოს ხო აი ისე უბრალოდ ვამბობ რომ აი ამ ბოროტ ხალხს რომელმაც ქრისტეს სახელით თავი შეაფარა თავი არ მოვატყუებინოთ რა გეხვეწებით ეხლა უყურეთ ვიდეოს მამა ბასილი რას გვირჩევს და არარეალური ურთიერთობა როდესაც ურჩი და ღვთის გმობის შვილი ავად გამხდარი შვილი დედა რო ლოცულობს ღვთის წინაშე ღმერთო გადაგრჩინა ცოცხალი მეყოფი ასეთი ესეთია ჩემი შვილია ეს არარეალობა არის ეს სურვიალობაა სწორი რეალობაა მართალი ღმერთო გაიყვანე ამ ავადმყოფობით რომ კიდევ უფრო დიდ ცოდვაში არ ჩავარდეს და ჯოჯოხეთი არ ჩაიმდგას წლების და საუკუნეების და ბარადულობის განმავლობაში ეს არის რეალობა ეს არის სწორი და ნამდვილი ის არასწორი არის ცოცხალი მცვარ თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს მოიქეცით თქვენი გზიდან ბოროტეულნო რისთვის უნდა დაიხოცოთ ისრაელის სახლო